მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. აგერ დავდე 3 დასტა და თქვენ ახლა აქედან უნდა არჩიოთ, რომელიც გინდათ. თუ არა და 3-ს უყურეთ. როგორი იქნება ჩემი ახლო მომავალი? აი ესეთი კითხვა. კარგად აურიეჯერ, რა თქმა უნდა და დავაწყო. ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ, აი ახლო მომავალი როგორი გექნებათ? პირველი, მეორე, მესამე. ან რა ვიცი, მოусმინეთ აბა. და რომელი ვარიანტიც უფრო მეტად გაწყობთ, ის მიიღეთ მადლიერებით, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი, როგორი იქნება ახლო მომავალი. აქ ამოდის ჩაკეტილობა, ჩემო კარგებო. ან თქვენ ხართ ეხა გამოუვალ მდგომარეობაში, ჩაკეტილ მდგომარეობაში, ან ადამიანთან გაქვთ რაღაც პრობლემა, რომელიც ანუ ვისთანაც შეიძლება აღარ კონტაქტობთ და ეს რაღაცა ფაქტი დროებით, ანუ აი ამ სიტუაციამ რაღაცამ აგირიათ სიტუაცია თქვენ სულიერ შინაგან მდგომარეობაში არის ეს ჩაკეტილობა და მერე რაც ხდება შიგნით, ის მერე ყალიბდება გარეთ. ანუ ნახეთ, თუ შინაგანი არ მოიწესრიგე, სულიერებაზეა საუბარი. გარეთ მერე ვერ მოაგვარებ რა ელემენტალურ პრობლემასაც და ამიტომ მე არ ვიცი რა. ამას უნდა პირადი გაშლა, ამას უნდა ცოტა მეტი დაზუსტება, მაგრამ რახან ამოდის ჩაკეტილობა, ამიტომ გაჩერებაა. ჯერჯერობით ესეთი სიტუაცია სამწუხაროდ, მაგრამ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, ანუ იმედს ნუ დაკარგავთ. მეორე პოზიცია, რა გელოდებათ ახლო მომავალში? აქ ამოდის ომი, ბრძოლა, დამარცხება, ენერგიის გამოცლა, ანუ რას ნიშნავს, რომ ძალიან გადაიღალეთ ეთყობა, ქონდათ რაღაც ბევრი საქმე დაკისრებული, რაზეც თქვენ, ანუ თქვით თქვენივე, ასე ვთქვათ, თანხმობა, თქვენივე ნებით აიღეთ უფრო მეტი საქმე ტვირთი, ვიდრე საჭირო იყო და ამან გამოგაცალათ ენერგია. ანუ სასწრაფოდ მოდის რეკომენდაცია, რომ უნდა დაისვენოთ. ანუ ეს კარტი ამის მანიშნებელია. მესამე პოზიცია, რა გელოდებათ ახლო მომავალში? აქაც სწრაფი ამბავი სამყაროდან. სწრაფი ამბავი, ელოდეთ სწრაფ ამბავს, სამყაროს პასუხი, ასე ქვია. ანუ ნახეთ, თქვენ გქონდათ რაღაც პრობლემა, ხო? არ არსებობს სიტუაცია, რომ გამოსავალი არ იყოს, მაგრამ რაღაც თემაზე, რაღაც სიტუაციაზე გქონდათ ზაპროსი,